300 ტონა ოქრო ფარავდა შიდა კედლებს. 20,000 მღვდელი მსახურობდა უწყვეტ ცვლაში. 410 წლის განმავლობაში შეუსვენებელი მსხვერპლშეწირვა. სოლომონის ტაძარი არ იყო მხოლოდ შენობა. ეს იყო ისრაელის ღმერთის მიწისმიერი მისამართი. და 586 წელს ბაბილონის მეფემ გადაწყვიტა, რომ ეს მისამართი რუკიდან უნდა წაშლილიყო. ის, რაც მოხდა ალყის იმ 18 თვის განმავლობაში, სამუდამოდ შეცვლიდა რწმენის ისტორიას. თუ თქვენს გწამთ იესო ქრისტესი და მოგწონთ მსგავსი ბიბლიური დოკუმენტური ფილმები, უყურეთ ბოლომდე, გამოიწერეთ არხი ახლავე და დააკომენტარეთ ამინ. იმის გასაგებად, თუ როგორ დაეცა იერუსალიმი, ჯერ უნდა გაიგოთ, რა იყო იერუსალიმი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ძველი სამყაროს რომელიმე ჩვეულებრივ ქალაქზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ხალხის სულიერ ცენტრზე, რომელსაც სჯეროდა, რომ თავად სამყაროს შემოქმედის მიერ იყო არჩეული. და ამ ქალაქის გულში, მორიას მთის მწვერვალზე, იდგა ნაგებობა, რომელიც ადამიანის წარმოსახვას აღემატებოდა. სოლომონის ტაძარი იყო ყველაზე შთამბეჭდავი რელიგიური სტრუქტურა, რაც კი ოდესმე უნახავს ძველ სამყაროს. მისი ზომები თანამედროვე სტანდარტებით შეიძლება მოკრძალებული ჩანდეს. 30 მეტრი სიგრძე, 10 მეტრი სიგანე, 15 მეტრი სიმაღლე. მაგრამ რაც მას ზომაში აკლდა, სიმდიდრით ინაზღაურებდა. შიდა კედლები მთლიანად სუფთა ოქროთი იყო დაფარული. არა მოოქროვილი, არამედ დაფარული. მასიური ოქროს ფირფიტები ფარავდა ლიბანის კედრის ხის ყოველ სანტიმეტრს, რომელიც სტრუქტურას ქმნიდა. იატაკი ოქროსი იყო. ჭერი ოქროსი იყო. ქერუბიმები, რომლებიც აღთქმის კიდობანს იცავდნენ, თითოეული 5 მეტრი სიმაღლისა იყო და თავიდან ფეხებამდე ოქროთი იყვნენ დაფარულნი. მათი ფრთები წმინდათა წმინდას ცენტრში ერთმანეთს ეხებოდა და ქმნიდა დამცავ თაღს დედამიწის ყველაზე წმინდა ადგილზე. დაფიქრდით იმ ადგილის ბრწყინვალებაზე, როდესაც საღამოს ჩირაღდნებს ანთებდნენ. შუქი ცეკვავდა მოოქროვილ კედლებზე, ირეკლებოდა წმინდა საგნებზე და ათასობით მანათობელ წერტილად მრავლდებოდა. თითქოს თავად მზე ცხოვრობდა იქ შიგნით. შორეული ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები, რომლებიც ახერხებდნენ სალოცავის შიგთავსის დანახვას, შიმბრუნდებოდნენ ისტორიებით, რომლებიც ფანტაზიას ჰგავდა. მაგრამ ეს არ იყო ფანტაზია. მაგრამ ტაძარი მხოლოდ დასაწყისი იყო. მის გარშემო ეზოების, პალატებისა და დამხმარე შენობების კომპლექსი გადაჭიმული იყო 4 საფეხბურთო მოედნის სტოლფართობზე. აქ იყო საწყობები მეათედისთვის. ოთახები მღვდლებისთვის. სათავსები ლევიანებისთვის, რომლებიც ზრუნავდნენ მუსიკასა და ყოველდღიურ მსახურებაზე. თავლები მსხვერპლშეწირვის ცხოველებისთვის. არხების სისტემას წყალი სილოამის აუზიდან სამსხვერპლოზე მოჰქონდა მსხვერპლშეწირვის სისხლის ჩამოსაბანად. ყოველ დღეში ორჯერ მთელიერის სახელით კრავი იწირებოდა. დილით და საღამოს. ზედიზედ 410 წლის განმავლობაში. შეფერხების გარეშე. დათვალეთ. ეს არის 300,000-ზე მეტი შეწირული კრავი იმ ერთადერთ სამსხვერპლოზე 4 საუკუნის განმავლობაში. და ეს მხოლოდ სავალდებულო ყოველდღიური მსხვერპლშეწირვის ჩათვლით. ასევე იყო მსხვერპლშეწირვა ინდივიდუალური ცოდვებისთვის. მადლიერების წვენი. შესრულებული აღთქმები. ნებაყოფლობითი დასაწვავი მსხვერპლი. ყოველწლიურ დღესასწაულებზე რიცხვი მკვეთრად იზრდებოდა. პასექის დროს ისტორიკოსების ვარაუდით, ერთ დღეში 20,000-ზე მეტი კრავი იწირებოდა. სისხლი ნაკადულებად მიედინებოდა სამსხვერპლოს ქვეშ საგულდაგულოდ დაპროექტებული სადრენაჟო სისტემით. დამწვარი ხორცის სუნი მუდმივი ღრუბელივით ადიოდა ქალაქის თავზე. იუდეველებისთვის ეს სუნი ღვთაებრივი ყოფნის არომატი იყო. წარმართი მეზობლებისთვის კი ეს იყო იმის დასტური, რომ ისრაელი ემსახურებოდა ღმერთს, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა. ღმერთს, რომელიც სისხლს ითხოვდა. ღმერთს, რომელიც იღებდა ჩანაცვლებას. ღმერთს, რომელიც ერთ დღესაც საბოლოო კრავს მოავლენდა. და სწორედ ეს განსხვავებული ღმერთი აწუხებდა გარშემო მყოფ იმპერიებს. საუკუნეების განმავლობაში ისრაელი გადარჩა სახელმწიფოებს შორის მოქცეული. ჩრდილოეთით ასურეთი. სამხრეთით ეგვიპტე. აღმოსავლეთით ჯერ ასურეთი, შემდეგ ბაბილონი. დასავლეთით ხმელთაშუა ზღვა და ზღვის ხალხები. დავითისა და სოლომონის სამეფო ისტორიული ანომალია იყო. ხან მოკლე მომენტი, როდესაც ისრაელი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დომინირებდა რეგიონში. მაგრამ ეს მომენტი დასრულდა. სოლომონის სიკვდილის შემდეგ სამეფო ორად გაიყო. ისრაელი ჩრდილოეთით. იუდა სამხრეთით.
ისრაელი პირველი დაეცა. წელს 722 წელს ასურელებმა ჩრდილოეთ სამეფო რუკიდან წაშალეს. 10 მთლიანი ტომი დეპორტირებული იქნა და ისტორიიდან გაქრა. ისინი ცნობილნი გახდნენ როგორც ისრაელის დაკარგული ტომები. იუდა გადარჩა. ძლივს. მეფე ხიზკიამ მოახერხა ასურელთა სასწაულებრივი ალყისთვის გაეძლო, როდესაც მტრის 185,000 ჯარისკაცი იდუმალებით დაიღუპა ერთ ღამეში. მეფეთა წიგნი ამ ხოცვას ლეტას უფლის ანგელოზს მიაწერს. თანამედროვე ისტორიკოსები ეჩვობენ ელვისებურ ეპიდემიას ბანაკში. როგორც არ უნდა ყოფილიყო, იერუსალიმი გადარჩა. ამჯერად. მაგრამ საათი ჩართული იყო. წელს მე-7 საუკუნის ბოლოს მსოფლიო ძალაუფლების რუკამცვლილება დაიწყო. ასურეთი, რომელიც 300 წლის განმავლობაში დომინირებდა ახლო აღმოსავლეთში, ინგრეოდა. ბაბილონელთა და მიდიელთა კოალიციამ ალყა შემოარტყა ნინევიას, ასურეთის დედაქალაქს, და გაანადგურა იგი ძვირზე. 612 წელს. ასურეთის ფერფლიდან ახალი იმპერია აღმოცენდა. ბაბილონი. და მისი ახალგაზრდა ტახტის მემკვიდრე იყო სამხედრო გენიოსი, სახელად ნაბუქოდონოსორი. ის 30 წლამდე იყო, როდესაც თავის პირველ არმიას სარდლობდა. მაღალი, შთამბეჭდავი, სტრატეგიული ინტელექტით, რომელიც მის ყველაზე გამოცდილ გენერლებსაც კი აოცებდა. წელს 605 წელს ქარქემიშის ბრძოლაში მდინარე ევრფრატის ნაპირებზე ნაბუქოდონოსორი დაუპირისპირდა ასურეთის უკანასკნელ იმედს, რომელსაც ეგვიპტე უჭერდა მხარს. ეს იყო ხოცვა ჟლეტა. ეგვიპტის არმია განადგურდა. ფარაონი ნექო, რომელმაც წლების წინ მეგიდოში იუდას ღვთისმოსავი მეფე იოსია მოკლა, ახლა თავისი ჯარების ნარჩენებით გარბოდა. ასურეთის ნარჩენები აღიგავა. და მოულოდნელად სირიისა და პალესტინის მთელი რეგიონი ღია აღმოჩნდა ბაბილონის დაპყრობისთვის. ნაბუქოდონოსორმა დრო არ დაკარგა. სანამ მამის სიკვდილის შემდეგ ოფიციალურად ტახტზე ასასვლელად დაბრუნდებოდა, სამხრეთისკენ გაილაშქრა. ქალაქი ქალაქის მიყოლებით ნებდებოდა. არავის სურდა დაპირისპირებოდა ახალგაზრდა დამპყრობელს, რომელმაც ეგვიპტე დაამცირა. და აი ის იუდას კარებს მიადგა. იუდას მეფე იმ მომენტში იყო იოაკიმი. ის ტახტზე ავიდა როგორც ეგვიპტის ვასალი, რომელმაც ის ხელისუფლებაში მისი ძმის გადაყენების შემდეგ დასვა. ახლა ქარქემისში ეგვიპტის დამარცხების შემდეგ იოაკიმს არჩევანი უნდა გაეკეთებინა. წინააღმდეგობა გაეწია ბაბილონელი დამპყრობლისთვის თუ დამორჩილებოდა. მან მორჩილება აირჩია. ყოველ შემთხვევაში თავიდან იუდა ბაბილონის ვასალი გახდა. მძიმე ხარკმა იერუსალიმიდან ნაბუქოდონოსორის შორეულ დედაქალაქში დაიწყო დინება. და ოქროსთან ერთად წავიდნენ პირველი ტყვეებიც. წელს 605 წელს იუდეველი დიდებულების ახალგაზრდები ბაბილონში პოლიტიკურ მძევლებად წაიყვანეს და იმპერიის სამსახურისთვის მოსამზადებლად. მათ შორის იყო მოზარდი, რომელსაც ბიბლია დანიელს უწოდებს. თქვენ ალბათ იცით მისი ისტორია. ლომების ხვრელი. გახურებული ღუმელი. ახსნილი სიზმრები. მაგრამ იმ მომენტში დანიელი მხოლოდ კიდევ ერთი ბიჭი იყო, რომელიც ოჯახს მოსწყვიტეს და სახლიდან 1400 კილომეტრზე მეტით დაშორებულ უცხო ქვეყანაში წაიყვანეს. 3 წელი გავიდა. იოაკიმი იხდიდა ხარკს. ინარჩუნებდა მშვიდობას. მაგრამ შემდეგ დაუშვა შეცდომა, რომელმაც იერუსალიმის ბედი გადაწყვიტა. წელს 598 წელს იუდას მეფემ აჯანყება გადაწყვიტა. მან იმედი დაამყარა, რომ ეგვიპტე დაეხმარებოდა. იმედი დაამყარა, რომ ბაბილონი ზედმეტად შორს იყო სწრაფი რეაგირებისთვის. მან არასწორი გათვლა გააკეთა. ნაბუქოდონოსორმა ლაშქრობა დაიწყო. და ამჯერად ის მხოლოდ ხარკის ასაღებად არ მოსულა. ის მოვიდა მაგალითის საჩვენებლად. იოაკიმი ალყის დროს გარდაიცვალა. სუსტი გარემოებები ბუნდოვანია. ზოგიერთი ტექსტი მკვლელობაზე მიანიშნებს. სხვები ბუნებრივ სიკვდილზე ყველაზე ცუდ დროს. მისმა ვაჟმა, იოაკიმმა, ტახტი მხოლოდ 18 წლის ასაკში დაიკავა. მან იმეფა 3 თვე. 90 დღე. შემდეგ იერუსალიმი პირველად დაეცა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული. ნაბუქოდონოსორი ქალაქში ძვირზე 597 წელს შევიდა. გაძარცვა ტაძარი. წაიღო წმინდა საგანძურის ნაწილი. მოახდინა მეფე იოაკინის, დედოფალი დედის, კარის მოხელეების, ელიტარული ჯარისკაცების დეპორტაცია. სულ 10,000 ადამიანი.
იუდეური საზოგადოების საუკეთესო ნაწილი საკუთარი სახლებიდან გაყარეს და ფეხით წაიყვანეს უდაბნოებსა და მთებში ბაბილონამდე. დეპორტირებულთა შორის იყო ახალგაზრდა მღვდელი, სახელად ეზეკიელი, რომელიც ბაბილონის არხების ნაპირებზე წინასწარმეტყველი გახდებოდა. მაგრამ ნაბუქოდონოსორს იერუსალიმი არ დაუნგრევია. ჯერ არა. ნაცვლად ამისა მან გააკეთა ის, რაც უფრო ჭკვიანურად მიიჩნია. ტახტზე მარიონეტი მეფე დასვა. ახალგაზრდა იოაქინის ბიძა, 21 წლის მამაკაცი, სახელად მათანია. ნაბუქოდონოსორმა მას სახელი შეუცვალა და ციდკია დაარქვა. სახელი, რომელიც ნიშნავდა უფლის სიმართლეს. სასტიკი ირონია იმის გათვალისწინებით, რაც შემდეგ მოხდა. ციდკია სუსტი იყო. ბიბლიური ყველა ცნობა ამაში ეთანხმება. ის მერყეობდა ფრაქციებს შორის. ხან უსმენდა წინასწარმეტყველებს, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ბაბილონს დამორჩილებოდა. ხან უსმენდა ნაციონალისტ მრჩევლებს, რომლებიც განთავისუფლებას პირდებოდნენ. წინასწარმეტყველი იერემია იმ დროს იერუსალიმში იყო. მან წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყო, 10 წლეულების წინ იოსიას მეფობისას. ახლა ის შუახნის კაცი იყო, დაღლილი, დევნილი, მაგრამ დუმილის უნარის არ მქონე. მისი გზავნილი არაპოპულარული იყო. დაემორჩილეთ ბაბილონს, ამბობდა ის. მიიღეთ უღელი. ღმერთი ნაბუქოდონოსორს იყენებს, როგორც დისციპლინის იარაღს. წინააღმდეგობის გაწევა თვითმკვლელობაა. იერუსალიმის ლიდერებს სცულდათ ეს გზავნილი. იერემია დააპატიმრეს. ჩააგდეს ტალახით სავსე ჭაში. დაადანაშაულეს ღალატში. კინაღამ მოკვდა. მაგრამ მან განაგრძო წინასწარმეტყველება. და განაგრძო იგნორირება. წუწ 599 წელს ციდკიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. აჯანყდა ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ. კვლავ ეგვიპტის იმედი ჰქონდა. კვლავ არასწორად გათვალა. როდესაც ამბავი ბაბილონში მივიდა, ნაბუქოდონოსორმა უკანასკნელად შეკრიბა თავისი არმია. მეტი შანსი აღარ იქნებოდა. აღარ იქნებოდნენ მარიონეტი მეფეები. ამჯერად იერუსალიმი წაიშლებოდა. ბაბილონის არმია ძუწ 588 წლის იანვარში მოვიდა. დაახლოებით 180,000 ჯარისკაცმა ალყა შემოარტყა ქალაქს. პერსპექტივისთვის იერუსალიმის მთლიანი მოსახლეობა იმ დროს დაახლოებით 40,000 ადამიანი იყო. კედლების შიგნით მყოფ ყოველ მამაკაცზე, ქალსა და ბავშვზე 4 მტრის ჯარისკაცი მოდიოდა. ბაბილონელები არ ჩქარობდნენ. ნაბუქოდონოსორმა იცოდა, რომ დრო მის მხარეს იყო. მათ ქალაქის გარშემო გამაგრებული ბანაკები ააშენეს. აღმართეს საალყო პანდუსები. განათავსეს ტარანები. და ელოდნენ. იერუსალიმის შიგნით თავდაპირველი პანიკა ირაციონალურმა იმედმა შეცვალა. ეგვიპტე დახმარებას დახპირდა. და მართლაც ალყის გარკვეულ მომენტში ეგვიპტის არმია ჩრდილოეთისკენ დაიძრა. ნაბუქოდონოსორი იძულებული გახდა თავისი ძალების ნაწილი საფრთხის მოსაგერიებლად გადაეყვანა. ალყა მცირე ხნით შესუსტდა. ქალაქში ზეიმი იყო. იერემიას რჩევა ჰკითხეს. მისმა პასუხმა სისხლი გაუყინა მათ, ვინც კარგ ამბებს ელოდა. ეგვიპტელები სახლში დაბრუნდებიან, თქვა მან. ბაბილონელები დაბრუნდებიან. და ამჯერად გაქცევა არ იქნება. კვირების შემდეგ წინასწარმეტყველება ახდა. ეგვიპტის არმიამ ბრძოლის გარეშე დაიხია უკან. ბაბილონელები დაბრუნდნენ. ალყა კვლავ შეიკრა. ამჯერად საბოლოოდ. 18 თვე. აი რამდენი ხანი გაძლო იერუსალიმმა. წელიწად ნახევარი ჩაკეტილი კედლებით. არანაირი საკვები არ შედიოდა. არანაირი წყალი, გარდა ცისტერნებისა და სილოამის წყაროსი. არანაირი ვაჭრობა. არანაირი იმედი. 555 დღენელი აგონიისა. პირველი თვეები რთული იყო, მაგრამ ასატანი. მარცვლეულის მარაგი განაწილდა. ჭები განაწილდა. ყოველ დღე რიგები დგებოდა საკვების კონტროლირებადი განაწილებისთვის. ჯერ საპალნე ცხოველები დაკლეს. შემდეგ შინაური პირუტყვი. შემდეგ ძაღლები. შემდეგ ფრინველები. შემდეგ ვირთხები. შემდეგ ცხოველები აღარ დარჩა. გოდების წიგნი აღწერს იმას, რაც შემდეგ მოხდა ლექსებით, რომელთაც აკითხვაც მტკივნეულია. ბავშვები პულსით ხოვდნენ და არავინ იყო მიმცემი. ჩვილები შიმშილით კვდებოდნენ დედების მკლავებში.
ოდესღაც მდიდარი ადამიანები, რომლებიც ადრე მეწამულ-სამულს ატარებდნენ, ნაგვის გროვებში ეძებდნენ რაიმე საკვებს. გადარჩენილებს კანი გაუშავდათ და ძვლებზე მიეკრათ. გამხმარ ხელს დაემსგავსნენ. ისინი, ვინც מחვილით კვდებოდნენ, უფრო იღბლიანებად ითვლებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ნელა კვდებოდნენ შიმშილით. მახვილი სწრაფი იყო. შიმშილი სასტიკი. და მერე მოხდა წარმოუდგენელი. ბიბლიური ტექსტი ამას ევფემიზმების გარეშე აღრიცხავს. გულმოწყალე ქალებმა საკუთარი შვილები მოხარშეს. გოდება თავი მეოთხე, მუხლი მეათე. ეს არ არის მეტაფორა. არ არის პოეტური გადაჭარბება. ეს არის იმის ნედლი ჩანაწერი, რასაც უკიდურესი შიმშილი უშვება ადამიანებს. დედები, რომლებსაც უყვარდათ თავიანთი შვილები, რომლებიც ნორმალურ პირობებში სიცოცხლეს გაწირავდნენ მათთვის, მივიდნენ სასოწარკვეთილების იმ წერტილამდე, სადაც გადარჩენამ ყველაფერი სხვა შთანთქა. ბაბილონის ალყამ მხოლოდ სხეულები კი არ მოკლა. მან სულები მოკლა. მან ადამიანობა შიგნიდან გაანადგურა. ეს იყო განზრახვა. ნაბუქოდონოსორს არ სჭირდებოდა კედლების გარღვევა. მას მხოლოდ ლოდინი სჭირდებოდა მანამ, სანამ შიგნით მყოფებს მათი დაცვის ძალა აღარ ექნებოდათ. ძ 586 წლის ივლისი. ებრაული კალენდრით მეოთხე თვის მე-9 დღე. თარიღი, რომელიც 1000 წლეულების განმავლობაში მარხვით იქნება დამახსოვრებული. იერუსალიმის კედლები საბოლოოდ გაირღვა. ბაბილონელები ჩრდილოეთიდან შემოვიდნენ, იმ უბნიდან, სადაც თავდაცვა თვეების განმავლობაში ყველაზე მეტად იბომბებოდა კატაპულტებითა და ტარანებით. ბრძოლა არ ყოფილა. ორგანიზებული წინააღმდეგობა არ ყოფილა. დამცველები ძლივს იდგნენ ფეხზე. კაცები, რომლებიც ერთი წლის წინ ძლიერი ჯარისკაცები იყვნენ, ახლა მოსიარულე ჩონჩხები იყვნენ, რომლებსაც ხმლის აწევაც არ შეეძლოთ. ბაბილონელი ჯარისკაცები ვიწრო ქუჩებში მიიწევდნენ და უფრო მეტ გვამს პოულობდნენ, ვიდრე წინააღმდეგობას. სხეულები ჩიხებში ეყარა. სიმხრალე აუტანელი იყო. დამ პრობლემმა სახეზე ქსოვილები აიფარეს, როდესაც ქალაქის ცენტრისკენ მიდიოდნენ. მეფე ციდკიამ დაინახა აღსასრულის მოახლოება. ღამით, როდესაც ბრძოლები ჯერ კიდევ ქალაქის ჩრდილოეთით იყო კონცენტრირებული, ის სამხრეთის ჭიშკრით გაიქცა. თან წაიყვანა თავისი ოჯახი, მცველები და ნებისმიერი იმედი, რაც კიდევ დარჩენოდა. გაიარა მეფის ბაღი. დაეშვა იორდანეს ველზე. გაიქცა იერიხონისკენ. შორს ვერ წავიდა. ბაბილონელებმა ის მდინარის მახლობლად მდებარე დაბლობზე შეიპყრეს. ციდკია ნაბუქოდონოსორთან მიიყვანეს რიბლაში, სირიაში, სადაც ბაბილონის მეფეს თავისი შტაბ-ბინა ჰქონდა მოწყობილი. ის, რაც იქ მოხდა, დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო. ნაბუქოდონოსორმა ბრძანა ციდკიას შვილების მოყვანა. ყველასი. იუდას უფლისწულების. დავითის მემკვიდრეობის ხაზის. სათითაოდ ისინი მამის თვალწინ სიკვდილით დასაჯეს. ციდკია იძულებული იყო ეყურებინა. მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ვაჟი დაეცა, ბაბილონელმა ჯარისკაცებმა მეფეს თვალები დასთხარეს. უკანასკნელი რამ, რაც ციდკიამ ამ ქვეყნად ნახა, მისი შვილების სიკვდილი იყო. ამის შემდეგ, მარადიული სიბრმავე. ის ბრინჯაოს ბორკილებით დააბეს და ბაბილონში წაიყვანეს, სადაც წლების შემდეგ ციხეში გარდაიცვალა, მზის შუქი აღარასოდეს უნახავს. იერემია მიწინასწარმეტყველა, რომ ციდკია ბაბილონში წავიდოდა, მაგრამ იმ მიწას ვერ ნახავდა. ყველას ეგონა, რომ ეს წინააღმდეგობა იყო. არ იყო. კედლების გარღვევიდან ერთი თვის შემდეგ ძ 586 წლის აგვისტოში ნაბუქოდონოსორის პირადი მცველების უფროსი ჩავიდა იერუსალიმში. მისი სახელი იყო ნებუზარადანი. ის კონკრეტული ბრძანებით მოვიდა. გაენადგურებინა ყველაფერი. მეფეთა მეორე წიგნის 25 თავის ზედმიწევნით აღწერს მომხდარს. ნებუზარადანმა ტაძრით დაიწყო. ბრინჯაოს სვეტები, რომლებიც შესასვლელში იდგა, სახელად იაქინი და ბოაზი, წააქციეს. თითოეული 9 მეტრის სიმაღლისა და თითქმის 2 მეტრის დიამეტრის იყო. შიგნიდან ცარიელი იყო, მაგრამ ბრინჯაოს კედლების სისქე 8 სანტიმეტრი იყო. ორივე სვეტის კომბინირებული წონა, მათ დეკორირებულ თავებთან ერთად დაახლოებით 27 ტონა ბრინჯაო იყო. ბაბილონელებმა ისინი გადასატა ნაჭრებად დაამსხვრიეს. ბრინჯაოს სხვა გიგანტური აუზი, რომელიც მღვდლების განწმენდისთვის გამოიყენებოდა, დაამსხვრიეს. ეს ერთი ობიექტი 30 ტონაზე მეტს იწონიდა. ის 12 ბრინჯაოს ხარზე იდგა, რომელთაგან თითოეული ნამდვილი ხარის ზომისა იყო.
ყველაფერი დაამსხვრიეს. ყველაფერი წაიღეს. შემდეგ მოვიდა ოქროს საგნების ჯერი. სასანთლეები. მაგიდები. საცეცხლურები. თასები. ხორცის ჩანგლები. სამსხვერპლო დანები. თასები. ჯამები. ზოგიერთი ნივთი მასიური ოქროსი იყო. სხვები ვერცხლის. სხვები მოოქროვილი ბრინჯაოსი. მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველაფერი გაიძარცვა. ბიბლიური ტექსტი ცდილობს მათ კატალოგიზაციას, მაგრამ აღიარებს, რომ რაოდენობის დათვლა შეუძლებელი იყო. 400 წლის განმავლობაში დაგროვილი შესაწირავი. მეფეების საჩუქრები. მომლოცველთა შემოწირულობები. სოლომონის საგანძური. მისი მემკვიდრეების საგანძური. ყველაფერი ურმებით ბაბილონისკენ წაიღეს. შემდეგ მოვიდა ცეცხლი. ნებუზარადანმა ტაძარს ცეცხლი წაუკიდა. კედრის კედლები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის მზისგან გამომშრალი იყო, სწრაფად აალდა. ლიბანის კედარი, ძველი სამყაროს ყველაზე ძვირფასი ხე, ткаცუნებდა და გუგუნებდა, როდესაც ალი 410 წლის ისტორიას შთანთქავდა. ოქროს საფარი დადნა. ძვირფასი ლითონის მდინარეები კედლებზე ჩამოდიოდა და ფერფლს ერეოდა. სახურავი გრუხუნით ჩამოინგრა, რამაც მთელველზე ეკოდ გაიჟღერა. ალი ისე მაღლა ავიდა, რომ კილომეტრების მანძილიდან ჩანდა. ამბობენ, რომ ნათება ბეთლემიდანაც ჩანდა, რომელიც სამხრეთით 15 კილომეტრშია. შემდეგი სამეფო სასახლე იყო. შემდეგ დიდებულების სახლები. შემდეგ იერუსალიმის ყველა მნიშვნელოვანი სახლი. ქუჩა ქუჩის მიყოლებით, უბანი უბნის მიყოლებით, ყველაფერი იცვოდა. კვამლმაცა დააბნელა. ფერფლმა ყველაფერი შავი თოვლივით დაფარა. როდესაც ცეცხლი საბოლოოდ ჩაქრა რამდენიმე დღის შემდეგ, ქალაქი აღარ არსებობდა. იყო მხოლოდ მბოლავი ნანგრევები იქ, სადაც ადრე ქალაქი იყო. მაგრამ ფიზიკური განადგურება საკმარისი არ აღმოჩნდა. ბაბილონელები ხალხის წასაყვანად მოვიდნენ. ყველა, ვინც გადაურჩა ალყას, შიმშილს და ბრძოლას, შეკრიბეს. დიდებულები, მღვდლები, ხელოსნები, ჯარისკაცები, ვაჭრები. ნებისმიერი პირი, ვისაც რაიმე უნარი ან თანამდებობა ჰქონდა, დეპორტირებული იქნა. მღვდელმთავარი სერაია რიბლაში წაიყვანეს და პირადად ნაბუქოდონოსორმა დასაჯა სიკვდილით კიდევ 62 რელიგიურ და სამოქალაქო ლიდერთან ერთად. დანარჩენები დააბეს და ბაბილონისკენ წაიყვანეს. მოგზაურობას ფეხით დაახლოებით 4 თვე სჭირდებოდა. 1400 კილომეტრზე მეტი უდაბნოებისა და მთების გავლით. ბევრი გზაში დაიღუპა. ვინც ჩავიდა ბაბილონის არხების გასწვრივ დასახლებებში დაასახლეს, სახლიდან შორს, ტაძრისგან შორს, ყველაფრისგან შორს, რასაც იცნობდნენ. ნაბუქოდონოსორმა მხოლოდ უღარიბესები დატოვა. გლეხები. მევენახეები. ადამიანები უნარების გარეშე, რომლებიც იმპერიას არ აინტერესებდა. მათ დეპორტირებულთა მიწები გადაეცათ და ბაბილონისთვის გადასახადები უნდა გადაეხადათ. იუდეველი მმართველი, სახელად გედალია, დაინიშნა ტერიტორიის სამართავად. იერემიას საინტერესოა, რომ დარჩენის ნება დართეს. ბაბილონელები მას პატივს სცემდნენ, შესაძლოა იმიტომ, რომ მისი წინასწარმეტყველებები ჭეშმარიტი აღმოჩნდა, ან შესაძლოა იმიტომ, რომ ის დანებებას ურჩევდა. გედალიამ თავისი რეზიდენცია მიცფაში დააარსა, რადგან იერუსალიმი საცხოვრებლად უარგისი იყო. მან სცადა რაიმე წესრიგის აღდგენა. ეს მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. სამეფო გვარის უფლისწულმა, სახელად ისმაელმა, შურისძიების ან უკიდურესი ნაციონალიზმის გამო, გედალია მოკლა. კვლავ ქაოსი დამყარდა. დარჩენილი იუდეველები ბაბილონის შურისძიების შიშით ეგვიპტეში გაიქცნენ. იერემია მათი ნების წინააღმდეგთან წაიყვანეს. მოხუცი წინასწარმეტყველი გადასახლებაში გარდაიცვალა იმ მიწაზე, რომელზეც მუდამ ამბობდა, რომ ვერ გადაარჩენდა მათ. განადგურება დასრულებული იყო. იქ, სადაც ადრე 40,000-იანი ქალაქი იყო, ახლა სიჩუმეს უფევდა. იქ, სადაც ადრე განთიადისას ლევიანთა გალობის ხმა ისმოდა, ახლა მხოლოდ ქარი ქროდა ნანგრევებში. იქ, სადაც ადრე საკმევლისა და მსხვერპლშეწირვის სუნი იდგა, ახლა ფერფლისა და გახრწნის სუნი იდგა. მორიას მთას, სადაც აბრაამმა კინაღამ ისააკი შესწირა, სადაც დავითმა კალო იყიდა სამსხვერპლოს ასაშენებლად, სადაც სოლომონმა ანტიკური ხანის ყველაზე დიდებული სახლი აღმართა, ახლა ნახშირად ქცეული ნანგრევების გროვა იყო. აღთქმის კიდობანი გაქრა. არავინ იცის ზუსტად რა დაემართა მას.
ზოგიერთი ტექსტი ვარაუდობს, რომ იერემია მის შემოჭრამდე დამალა. სხვები, რომ ბაბილონში წაიღეს. სხვები, რომ ხანძრის დროს განადგურდა. ფაქტია, რომ ის აღარავის უნახავს. ისრაელის ისტორიის ყველაზე წმინდა საგანი უბრალოდ გაქრა ისტორიიდან. ბაბილონში მყოფი დევნილები უპრეცედენტო ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. საუკუნეების განმავლობაში მათი რწმენა ერთ ადგილზე იყო ფოკუსირებული. ტაძარი იყო ადგილი, სადაც ღმერთი მკვიდრობდა. მსხვერპლშეწირვა იყო გზა, რომლითაც მას ეკონტაქტებოდნენ. წელიწადში სამჯერ მომლოცველთა დღესასწაულები იყო ის, რითაც ინარჩუნებდნენ თავიანთ იდენტობას, როგორც ხალხი. აღთქმული მიწა ღვთაებრივი დაპირების ნაწილი იყო. ახლა ტაძარი აღარ იყო. მსხვერპლშეწირვა აღარ იყო. პილიგრიმობა აღარ იყო. მიწა აღარ იყო. ყველაფერი დაკარგული იყო. ბევრმა ასე იფიქრა. ბევრმა დაასკვნა, რომ ისრაელის ღმერთი ბაბილონის ღმერთებმა დაამარცხეს. ბაბილონის ტაძრები უფრო დიდი იყო. ბაბილონის არმია უფრო ძლიერი იყო. შესაძლოა მარდუქი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე იაჰვე. ბევრმა მიატოვა მამების რწმენა. დაქორწინდნენ ბაბილონელებზე. თაყვანს სცემდნენ ბაბილონურ ღმერთებს. შეიცვალეს სახელები. ისინი შთანთქა დომინანტურმა კულტურამ და გაქრნენ ისტორიიდან, როგორც მრავალი სხვა დაპყრობილი ხალხი მათზე ადრე. მაგრამ სხვებმა წინააღმდეგობა გაციეს. ბაბილონის არხებთან ხელოვნური მდინარეების ნაპირებზე, რომლებიც იმ ბრტყელ და უცხო მიწას რწყავდა, იუდეველები იკრიბებოდნენ გასახსენებლად. სატირლად. სალოცავად. 127 ფსალმუნი ამ მომენტს ისე გადმოსცემს, როგორც არც ერთი სხვა ტექსტი. ბაბილონის მდინარეებთან, იქ ვისხედით და ვტიროდით, როდესაც სიონს ვიხსენებდით. იქაურ ტირიფებზე ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. ჩვენი დამტყვევებლები სიმღერებს გვთხოვდნენ. ჩვენი მჩაგვრელები მხიარულებას გვთხოვდნენ. გვიმღერეთ სიონის სიმღერებიდანო. როგორ ვიმღეროთ უფლის სიმღერა უცხო მიწაზე. სწორედ გადასახლებაში მოხდა იუდაიზმის ხელახალი დაბადება. ტაძრის გარეშე იუდეველებმა განავითარეს სინაგოგა. საკრებულო სახლები, სადაც შეეძლოთ წმინდა წერილის შესწავლა და ერთად ლოცვა. მსხვერპლშეწირვის გარეშე მათ განავითარეს ლოცვა, როგორც თაყვანისცემის ფორმა. მღვდლების მუშაობის გარეშე მწიგნობრებმა და კანონის მასწავლებლებმა შეიძინეს მნიშვნელობა. წმინდა ტექსტი გახდა ცენტრი. თორა შედგენილი იქნა საბოლოო ფორმით გადასახლების დროს ან მალევე. წინასწარმეტყველები ეზეკიელი და დანიელი მსახურობდნენ ბაბილონში და ინარჩუნებდნენ იმედის ნაპერწკალს. ერთ დღეს ამბობდნენ ისინი, ღმერთი თავის ხალხს უკან დააბრუნებდა. ერთ დღეს ტაძარი აღდგებოდა. ერთ დღეს დავითისთვის მიცემული დაპირება შესრულდებოდა. 70 წელი. ეს იყო ვადა, რომელიც იერემიამ დააწესა. 70 წელი გადასახლებაში და შემდეგ აღდგენა. ვინც ეს წინასწარმეტყველება მოისმინა, ალბათ ფიქრობდა, რომ ეს ზედმეტად დიდი დრო იყო. მთელი ცხოვრება. ვინც 20 წლის იყო იერუსალიმის დაცემისას, 90 წლის იქნებოდა, როდესაც გადასახლება დასრულდებოდა. უმეტესობა ვერ მოესწრებოდა. და მართლაც, თაობა, რომელმაც ტაძრის წვა ნახა, ბაბილონში გარდაიცვალა. მაგრამ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა შეინარჩუნეს მეხსიერება. შეინარჩუნეს იმედი. შეინარჩუნეს რწმენა. ძუძ 529 წელს წარმოუდგენელი მოხდა. ბაბილონი, რომელიც უძლეველი ჩანდა, ერთ ღამეში დაეცა. დანიელის წიგნი აღწერს ამ სცენას. მეფე ბელშაცარი, ნაბუქოდონოსორის შვილიშვილი, ნადიმს მართავდა 1000 დიდებულისთვის. უდიდესი ამ პარტავნების აქტით მან ბრძანა იერუსალიმის ტაძრიდან გაძარცული ოქროს თასების მოტანა. მათგან ღვინო დალიეს. ბაბილონის ღმერთების სადღეგრძელო შესვეს. იმავე ღამეს იდუმალმა ხელმა კედელზე სიტყვები დაწერა. მენე, მენე, თეკელ, უფარსინ. დანიელი გამოიძახეს ასახსნელად. შენი სამეფო აიწონა და ნაკრული აღმოჩნდა. გაიყოფა და მიეცემა მიდიელებსა და სპარსელებს. მზის ამოსვლამდე სპარსეთის ჯარები ქალაქში მდინარე ევფრატის გადაგდებული არხებით შევიდნენ. ბელშაცარი მოკვდა. ბაბილონი დაეცა. და სპარსეთის მეფე კიროსი გახდა მსოფლიოს ახალი ბატონი. კიროსი განსხვავებული იყო. დაპყრობილი ხალხების დეპორტაციის ნაცვლად, ის მათ სახლში აბრუნებდა.
წუწ 538 წელს, ბაბილონის დაპყრობიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, კიროსმა გამოსცა დეკრეტი. იუდეველებს შეეძლოთ დაბრუნება. შეეძლოთ თავიანთი ტაძრის აღდგენა. შეეძლოთ თაყვანისცემის განახლება. დეკრეტი ჩაწერილია ნეშტთა მეორე წიგნის ბოლოს და ეზრას დასაწყისში. ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე, ცათა ღმერთმა უფალმა მომცა დედამიწის ყველა სამეფო და დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში, რომელიც იუდაშია. ვინც თქვენ შორის მის ხალხს ეკუთვნის, უფალი, მისი ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს. ეს არ ყოფილა ტრიუმფალური დაბრუნება. იმპერიაში მიმოფანტული მილიონობით იუდეველიდან მხოლოდ 50,000-მდე ადამიანმა გადაწყვიტა დაბრუნება. უმრავლესობას ცხოვრება აწყობილი ჰქონდა ბაბილონში. ჰქონდათ სახლები, ბიზნესი, ოჯახები. იერუსალიმი ბევრისთვის შორეული მოგონება იყო, ბებია ბაბუების მიერ მოყოლილი ამბავი. მაგრამ 50,000 საკმარისი აღმოჩნდა. ზორბაბელის, დავითის სახლის უფლისწულის და იოშუას, არონის შთამომავალი მღვდლის ხელმძღვანელობით, დევნილები დაბრუნდნენ. მათ დახვდათ ნანგრევები. დახვდათ უცხოელები, რომლებსაც მათი მიწები ეკავათ. დახვდათ წინააღმდეგობა. მაგრამ მათ დაიწყეს აღდგენა. მეორე ტაძარი დასრულდა ძვ. 516 წელს. ზუსტად 70 წლის შემდეგ პირველის განადგურებიდან, ისევე როგორც იერემია მიწინასწარმეტყველა. ეს იყო უფრო მოკრძალებული სტრუქტურა. მას არ ჰქონდა სოლომონის ოქრო. არ ჰქონდა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი საგანძური. არ ჰქონდა აღთქმის კიდობანი. წმიდათა წმიდა ცარიელი იყო. უხუცესებმა, რომლებსაც ახსოვდათ პირველი ტაძრის დიდება, ტიროდნენ, როდესაც შედარება დაინახეს. მაგრამ ეს იყო ტაძარი. მსხვერპლშეწირვა კვლავ განახლდა. მღვდლები კვლავ მსახურობდნენ. რწმენა გადარჩა. ბაბილონელებმა წაიღეს ოქრო. გადაადნეს ქერუბიმები. დაამსხვრიეს ბრინჯაოს სვეტები გადასატანად საკმარის პატარა ნაჭრებად. მათ ეგონათ, რომ რელიგიას ანადგურებდნენ. ვერ მიხვდნენ, რომ წინასწარმეტყველებას ასრულებდნენ. იერემიამ თქვა, 70 წელი. ზუსტად 70 წლის შემდეგ, ძვ. 516 წელს, ნანგრევებიდან ახალი ტაძარი დაიწყებდა აღმოცენებას. უფრო პატარა, უფრო მარტივი აღთქმის კიდობნის გარეშე. მაგრამ ფეხზე მდგომი. 500 წლის შემდეგ ნაზარეთელი დურგალი შევიდოდა იმ მეორე ტაძარში და იტყოდა, დაანგრიეთ ეს ტაძარი და 3 დღეში აღვადგენ მასო. ის ქვებზე არ საუბრობდა. ნაბუქოდონოსორმა დაანგრია კედლები. მან ვერ შეძლო ღვთის ყოფნის განადგურება. რადგან გეგმა